გამარჯობა, მე ნუგზარ უხაძე ვარ და დღეს საუბარი გვექნება მიწაზე, როგორც სრულიად განსაკუთრებულ რესურსზე, მაგრამ მიწაზე ესე საზოგადოდ კი არ ვილაპარაკებთ, არამედ სრულიად სპეციფიურად, თუ როგორ ხდება მისი გასხვისება განსაკუთრებით უცხოელზე. იმისაც რომ ამ საკითხში გავერკვათ, მე დღეს ეთერში მოვიწვიე სამართლის დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი ანა ფირცხალაშვილი. ანა, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. აბა, შევუდგეთ ახლა საქმეს, არ დავკარგო დრო და პირდაპირ მითხარია, რადგანაც მიწაზეა ლაპარაკი. აი, რა არის მიწა? რას წარმოადგენს? როგორ შეიძლება დავახასიათოთ მიწა როგორც რესურსი? რასთან გვაქვს საქმე? მიწა თავისი განსაკუთრებულია იმის გამო, რომ იგი გამოირჩევა ორი რამით. პირველი, იგი არის ამოწურვადი რესურსი, შეუცვლელია და მეორე, მას აქვს ესეთი სოციალური დანიშნულება. ანუ რას ნიშნავს ამოწურვადი რესურსი? ყოველ სახელმწიფოს აქვს თავისი ტერიტორია, თუ ეხა ის დამპყრობელი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია აქვს განსაზღვრული და შესაბამისად ამოწურვადი არის ეს ტერიტორიაც, ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიც მიწაც. და სოციალური მისი ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ მიწას აქვს ესეთი დანიშნულება, რომელიც ვთქვათ ადამიანისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მას მოყავს მიწაზე, ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა პროდუქცია და ამით შეუძლია მას მარტივად არსებობა. შესაბამისად, ამიტომაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მიწასთან დაკავშირებული რეგულირებები სახელმწიფოსათვის. ამ დამახასიათებლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დღეს არის მისი ამოწურვადობა. ანუ მიწა გაგვითავდება. ჩვენიერ დღეს, რადგანაც ამოწურვადია, ხომ? და ამიტომ მე მგონი ეს არის საფუძველი იმისა, რომ მიწის გაყიდვას, მის გასხვისებას ადამიანი უნდა ექცეოდეს ძალიან ფრთხილად, არა მარტო ჩვენში, არამედ საერთოდ, ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში. განსაკუთრებით ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ პატარა მიწის პატრონები ვართ, რა თქმა უნდა. კარგი. არეგულირებს თუ არა რაიმე კანონი მიწის გასხვისებას, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე უცხოელზე. არეგულირებს. დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია ესეთი კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების შესახებ. ეს გახლავთ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს მართალია მიწების გასხვისებას საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ აღარ არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნორმა, რომელიც კრძალავდა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონას. ამის შემდეგ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ შემუშავებულიყო კანონმდებლობა, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ფაქტიურად ვართ კანონმდებლობის გარეშე. ანუ შესაბამისად უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება არის თავისუფალი, სწორედ ისე, როგორც ეს არის საქართველოს მოქალაქეებზე. გასაგებია. ანუ ესე იგი ეს კანონი, რომელიც ახლა მითხარ რომ არსებობს და არეგულირებს მიწის გასხვისებას, ოპტიმალურია, კარგია, ესეთია როგორიც უნდა იყოს თუ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა შევარემონტოთ ასე ვთქვათ. მართალ გითხრათ, ცოტა კი არა, კარგი მუშაობა ჭირდება ამ კანონმდებლობას. დიახ, რადგან მეცნიერული კვლევები, სამართლებრივი, საკმაოდ ისეთი ძირფესვიანი კვლევები გაგვაჩნია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ოპტიმალური კანონმდებლობა. უნდა არსებობდეს თუ არა ზოგადად შეზღუდვების უცხოელებთან დაკავშირებით და ამის მაგალითს გვაძლევს უცხო ქვეყნების მაგალითები, ისეთი დასავლეთის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, რომ ყველა ქვეყანაში მიწასთან დაკავშირებული რეგულირებები არის საკმაოდ ზუსტი, კონკრეტული და ასე ვთქვათ, მოდით ძალიან მზრუნველობით ეკიდებიან ამას უცხოელები. ჩვენთან სამწუხაროდ დღესდღეობით არ გვაგვაჩნია ესეთი კანონმდებლობა და ამ სფეროში უცხოელებთან და არა მხოლოდ უცხოელებთან, ასევე ვთქვათ, როგორ უნდა იქნეს თვითონ ქართველი მოქალაქის მიერაც და საერთოდ როცა მიწას შეისყიდიან მოქალაქეები, დამუშავება, მისი დანიშნულების შეცვლა და ასე შემდეგ, სრულიად დაურეგულირებელია ეს კანონმდებლობა, რაც საჭიროებს აუცილებლად მუშაობას. ანუ სამართლებრივ მოლოდინში ვართ, ახალი კანონი გვინდა, ხო? როგორ კანონს ველით, როგორი კანონი მოდის, ასე ვთქვათ. მე თვითონ არ გახლავართ წევრი იმ საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც დღესდღეობით როგორც მე ვიცი მუშავდება და ამას აკეთებს მთავრობა, 3 სამინისტრო
სამინისტრო, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტრო. თუმცა ჩემთვის უცნობი არის მართალი გითხრათ რა კანონმდებლობაზე მიმდინარეობს მუშაობა. ანუ ბოლოს ეს გახდათ პარლამენტში განხილვა აგრარულ კომიტეტში, როდესაც ეს იყო სადღაც სექტემბრის დასაწყისში 12 ან 17 სექტემბერს. დიახ, აგერ ახლა, როდესაც საკანონმდებლო წინადადებით მიმართა რამდენიმე ორგანიზაციამ და რამდენიმე უბრალოდ იურიდიულმა პირმა პარლამენტს. ანუ ეს შეეხებოდა ერთ რამდენიმე შეზღუდვას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ანუ 5-დან 200 ჰექტრამდე მიწა შეეძლო უცხოელს ეყიდა, ანუ ეს იყო შეთავაზებული, ანუ 5 ჰექტარი მინიმუმ და მაქსიმუმ 200 ჰექტარი. ეხლა ესე იგი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა, რომ მიწა უნდა იყოსო რაციონალურად გამოყენებული და იგი დაქუცმაცებული არ უნდა იყოსო და შესაბამისად მხოლოდ მსხვილი მიწის ნაკვეთების გაყიდვას ითვალისწინებდა, ასევე შეთავაზებული იქნა კიდე სხვადასხვა მრავალი ესე იგი პრიორიტეტები, ვთქვათ, პირველ პრიორიტეტი სახელმწიფოს უნდა მიენიჭოს, შემდეგ ვთქვათ, მუნიციპალიტეტ კოოპერატივებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პრიორიტეტებში საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთ დონეზე იდგნენ. თუმცა სახელმწიფო ამ ორივეზე წინ დგას. ეს როგორ არის ამ მოქმედი კანონის მიხედვით? ეხლა პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებას კენჭი უყარა, მაგრამ მოიწონა მართალია, მაგრამ ელოდება ეხლა მთავრობისაგან შემაჯამებელ კანონპროექტს და ამ კანონპროექტს, რომელიც უცნობი არის, რამდენად იქნება ეს გათვალისწინებული, ამას გაიტანენ მოსასწრებად. რას ელოდება? ნუ კარგი, რასაც ველოდებით, მაგრამ ამ წუთში მე ხვალდილით რომ მომინდეს ყიდვა მიწის, თავშოთ არის ვიღაც უცხოელი. შეუძლია თავისუფლად იყიდოს მიწა. რამდენი? დიახ. განუსაზღვრელი ოდენობის მიწა შეუძლია ნებისმიერ. არა, უნდა გავიმეორო ეს ანა. კიდე ერთხელ რა რაღაცა უნდა დავრწმუნდე. დღეს უცხოელს მოქმედი კანონის მიხედვით შეუძლია იყიდოს, როცა უნდა რამდენიც უნდა მიწა საქართველოში. მართალია? დიახ, თეორიულად შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა. აი, მაშინ რაღაც გამოდის, რომ აი ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა უბრალო ენაზე რო ვთქვათ. აი დავუშვათ ვიღაც აღმოჩნდა ან რუსი, ან თურქი, ან ვიღაც არაბი, ყველას ვენაცვალე, რა თქმა უნდა. და ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მოვძანდა ვინმე და ჩაიდო ჯიბეში 10 მილიარდი დოლარი. აქვს ფული 10 მილიარდი. ჩამოვიდა ესე იგი საქართველოს იყიდი, როგორც უნდა ისე? დიახ, ანუ დღევანდელი კანონმდებლობა ამის უფლებას უცხოელს აძლევს. შესაბამისად, თუ ეს მოხდა, შემდეგ მას კანონიერად ექნება ეს მიწა შეძენილი და ჩვენ მე მას უკან ანუ შეუძლია იყიდოს რამდენიც უნდა. დიახ, შესაძლებელია იყიდოს ეს მიწა თავიდან ბოლომდე. მე რა მოხდება? სხვისი იქნება ეს ყველაფერი? დიახ, მის საკუთრებაში იქნება ეს სასოფლო სამეურნეო მიწა და რადგან კანონიერად ექნება მას შეძენილი. ჩვენ რა შუაში ვიქნებით? თუ ყველაფერი იყიდა. კიდე კარგია არ მოუწონო ალტერნატივად ვიღაცას, თორე ვიღაც ძალიან დიდარს მილიარდების პატრონს რომ მოვეწონოთ. მართლა ხო შეუძლია რომ იყიდოს. დიახ, შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს. იგი როგორი ანუ კანონი მის არა, მოდი რომ მივაპარაკოთ ადამიანურად რა. აი ეს ჰიპოთეტური გასაგებია ჰიპოთეზაა, ხო? მაგრამ რო იყიდოს, რანაირი სურათი იქნება საქართველოში? დიახ, გეთანხმებით, რომ იქნება ტრაგიკული მართლაც, რადგან ადამიანი, რომელსაც შემდეგ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს, რომ დაუშვათ დაბრუნდეს თუნდაც უცხოეთიდან, ან თუნდაც გაყიდა მიწის ნაკვეთი და სურს რომ იყიდოს, შესაძლებელია რეალურად აღარ ქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამას ისე ახერებლად კი არ გეკითხები. თუ ეს ასია და შეიძლება იყოს, ესე იგი, წარმოდგენით, რომ ვიღაცა მიყიდოს მთლიანად მთელი საქართველო. მაშინ რატო არ ჩქარობს? ვინც კანონი უნდა მიიღოს, რომ სასწრაფოდ მიიღოს ახალი, შესწორებული, შეკეთებული კანონი, რომელიც იქნება ისეთი, ანუ იმდენად ოპტიმალური, რომ ჩვენ არაფერი არ გვეტკინოს. ქვეყანას არაფერი, რატომ არ ჩქარობთ? თავქუდ მოგლეჯილი, რატო არ ვაკეთებთ ამ კანონს? რატო მეცნიერული რესურსი არ ყოფნის, სტრატეგია არ გვაქვს, არ ვიცით როგორ მოვეგზეთ მიზანს? რაშია საქმე? რატო არ უჩქარობთ? შეგიძლია მითხრათ. ეს არის კანონმდებლის ნებაზე დამოკიდებული, მე მაგას გეკითხები, რატო არ ჩქარობს კანონმდებელი? ჩემს მოსაზრებას გეტყვით ამასთან დაკავშირებით, დიახ. ესე იგი, კანონმდებელი მართალია აპირებდა რაღაცა განსაზღვრული დროის აღებას, რომ გონივრული
კანონი მიიღო იმასთან დაკავშირებით რა მდგომარეობას დღეს აქვს, მაგრამ ესე იგი 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში საერთოდ არ არსებობდა აღწერა საკადასტრო რუქა ესეთი თუ რამდენი არის გაყიდული რომელ ვთქვათ ნაკვეთზე რა კულტურა მოდის და ასე შემდეგ იმისთვის რომ ეს ყველაფერი აღწერილიყო 2012 წელს სწორედაც გამოცხადდა ეს მორატორიუმი 2013 წელს უпростоრად და 2014 წლის ბოლომდე ჰქონდა სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროს ვადა და მთლიანად მთავრობას რომ ახალი კანონპროექტი წარმოედგინათ მაგრამ ეს თვითონ ეს კანონი რომელიც მორატორიუმი რომელიც პარლამენტმა მიიღო იქნა გასაჩივრებული ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა რომ ეს კანონი პარლამენტის ეწინააღმდეგებოდა იმ გადაწყვეტილებას რომელიც მან 2012 წელს მიიღო და უკვე ერთხელ თუ ვთქვათ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ეკრძალება იგივე კანონის მიღება ანუ აღარ შეუძლია იგივე შინაარსის კანონი მიიღოს შესაბამისად ჩათვალა საკონსტიტუციო სასამართლომ რომ ეს იყო იგივე კანონი და გააუქმა ანუ მორატორიუმს ბოლომდე მოქმედება არ დასცალდა ესე ვთქვათ თორემ დღეს წესით 31 დეკემბრამდე ჯერ კიდევ უნდა მოქმედებდეს მორატორიუმი თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ ეს მდგომარეობა არის თქვენ როგორც დასახეთ მართლაც აი ესეთი ტრაგიკული რა ვიცი შეიძლება ვუწოდოთ და შესაბამისად უნდა მომხდარიყო უფრო სწრაფი რეაგირება ანუ რაღაცა დრო ქონდა ამისათვის მთავრობასაც და კანონმდებელსაც და დღესაც აქვს ამისი დრო რაღაც შიშთან ხო არ გვაქვს საქმე ხო არ გვეშინია იმის რომ ასეთი კანონი რომ არ იყოს შეიძლება ინვესტორი დავკარგოთ და რაღაც აღარ მოუდეთ შემოსვლა და ანუ მის წინააღმდეგ მიმართულ კანონად რომ მიიჩნიოს ინვესტორმა ამის ბრალი ხო არ არის აი ამის ამაზე კამათი გამიგონია დიახ ამის გასაბათილებლად ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ აი 2012 წელს როგორც კი უცხოელებს მიეცათ საშუალება რომ მიწა შეესყიდათ საქართველოში აღინიშნებოდა ყველაზე უფრო დიდი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის დარგში და ეს იყო ოღონდ მხოლოდ 3% მთლიანად ინვესტიციებს, ანუ 3% დამეთანხმებით ალბათ ბევრი ნამდვილად არ არის, სადღაც 95 მილიონი იყო და თან ამ 3%-ში შედიოდა თვითონ მიწის ღირებულება, ანუ არა ინვესტიცია, ანუ რეალური ინვესტიცია სადღაც 1.5-2%-მდე იყო. ეს გვაჩვენებს იმას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა იმდენად ინვესტიციატებადი დარგი არ არის და თუ მართლაც ინვესტორს სურს მოსვლა, მას შეუძლია იჯარით აიღოს, თქვათ, იგივე სარგებლობაში ეს მიწის ნაკვეთი, თუ არა და შეიქმნას ისეთი კანონმდებლობა, სადაც მას ანუ რეალურ ინვესტორს აკრძალული ნამდვილად არ ექნება სარგებლობა ამ მიწის და საკუთრებაში ქონა, თუმცა უნდა იყოს კანონი, რომელიც სწორედ დაადგენს ვინ არის რეალური ინვესტორი და სურს თუ მართლაც დააბანდებს თუ არა ის საქართველოში ამ თანხას. აი სწორად გავიმეორებ რა. დიახ. მიჭის რა საგანი ძალიან რთულია და ამიტომ ასე წვრილმანდები. მინდა მართლა გავერკვა საკითხში. ესე იგი ინვესტორ იმის რა ქვია უცხოელის მიმართ რომ მიწის გასხვისების კანონი გამკაცრდეს. დიახ. ეკი ნამდვილად არ შეუშლის ინვესტიციებს ხელს. უცხოელს რა თქმა უნდა მხოლოდ საკუთრების უფლებაზე არ არის იგი ორიენტირებული, მას შეუძლია ასევე იჯარით 59 წლიანი იჯარა არსებობს საქართველოში მიწის იჯარა და მას შეუძლია ისარგებლოს სწორედ იგივე სარგებელი მიიღოს, რაც თქვათ იჯარით აქვს და საკუთრებაში, ანუ აქ განსხვავება არ არის. თუმცა თუ ესეთი კანონი იქნება, ეს კანონი ჩემი აზრით უნდა უშვებდეს აუცილებლად ესეთ შეღავათებს რეალური ინვესტიციებისთვის და პლუს ამას უნდა აწესებდეს ზედა ზღვარს, რამდენი მიწა შეიძლება გასხვისდეს უცხოელებზე. დაუშვათ შეიძლება როგორც ეს სხვა ქვეყნებს აქვს, ახლა მაგალითად როგორც აქვს ეს არგენტინას 20%, თურქეთს და სხვადასხვა ქვეყანას. ყველაზე სანატრელი ის იქნებოდა, რომ თავად ჩვენ შევგეძლოს ჩვენი მიწების ყიდვა და ჩვენ ვამუშავებდეთ და ჩვენ ხელში იყოს რა თქმა უნდა და თქვათ გლიჯავდეთ ასე ვთქვათ ხელიდან, მაგრამ მე როგორც ვიცი ძალიან ბევრი რამდენია და გასვისებული დაახლოებით. დიახ, სამწუხარო ეს არის, რომ დღესდღეობით მე გუშინაც დავინტერესდი ამ ციფრებით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ოფიციალური რიცხვი ამისი თუ რამდენი არის გასხვისებული. შესაბამისად, დიახ, აი 2003 წლიდან ესეთი პოლიტიკა იყო სოფლის მეურნეობაში, რომ სოფლის მეურნეობა არ იყო საინტერესო დარგი და ნუ სადღაც 2012 ჩვენ არ ვიცით ვის ხელში რამდენი მიწაა? არ ვიცით, ანუ სწორედ ამიტომ გამოცხადდა მორატორიუმი
მორატორიუმი, რომ გაგვერკვია რამდენი მიწა არის მიწის დათვლას რა უნდა, რამდენია ბოლოს და ბოლოს საკადასტრო რუქები არ არსებობს სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ, თუმცა შეიძლება ახლა ამ პერიოდში მიმდინარეობს აღწერა და ეს უნდა დასრულებულიყო 31 დეკემბერს და მთლიანი კანონმდებლობა უნდა გქონოდა. სამწუხაროდ ანუ რეალური ციფრი ჩვენ ამისი არ აქვს. ანა, დოქტორი შენ ხარ და პროფესორი შენ ხარ და ამდენი გწოდნია თურმე, როგორც ახლა გავიგე 15 წუთია გისმენ უკვე, ხო? ამდენი თუ იცი, რამე წინადადებით ვერ გამოხედით, რაღაც შეგეტანა თავად და ემსჯელა ჩვენ წინადადებას. დიახ, ჩვენ ესეთი ნამდვილად მცდელობა გქონდა. მე ბატონ პაატა კოღუაშვილთან ერთად იგი გახლავთ ეკონომიკის დოქტორი, აკადემიკოსი. დიახ, გახლავართ ასევე ბატონ ზაურ ჯინჯოლავასთან ერთად ჩვენ მივმართეთ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს. ეგ იყო 2013 წლის აპრილში, ანუ მალევე, ესე იგი 2012 წელს. დაახლოებით 1 წლის. დიახ, 1 წლის წინ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ძალიან მოკლედ გეტყვით, თუ გნებავთ რა ითვალისწინებდა. დიახ, მოკლედ გეტყვით. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე სხვადასხვა შეზღუდვა უცხოელზე, რომელიც შეუძლებელი არ იყო მაინც საქართველოში მიწის შესყიდვა უცხოელის მიერ, თუმცა იგი სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ შემთხვევაში თქო. ანუ ეს წინააღმდეგი არ ხარ. არა, წინააღმდეგი არა ვარ, ხო, თუ იგი აკმაყოფილებს თქვა შემდეგ კრიტერიუმებს. ანუ იგი უნდა ცხოვრობდეს 10 წელი, ბოლო 10 წელი, ანუ მთლიანად 10 წელი საქართველოში, პირველი, ანუ რათა ის ინტეგრირებული იყო საქართველოში, იცნობდეს ქართულ კულტურას. ეს ავსტრიის მაგალითი არის, ირლანდიისაც იგივე. გარდა ამისა, ანუ ჰაერიდან არ აგიღიათ ეს. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლეთ მე თვითონ ამ საკითხზე ვმუშაობდი, დიახ, 10 წელი ეს. დიახ. გარდა ამისა, მას უნდა გქონდეს ესეთი აგრარული განათლება მიღებული, რომ ამ ადამიანს უნდა შეეძლოს ნამდვილად, უნდა იცნობდეს იმ სფეროს და არ იყოს დაუშვათ რაღაცა სხვა სფეროდან წარმომადგენელი, უნდა იცნობდეს, თქვათ, რა კულტურა შეიძლება ამ მიწაზე მოვიდეს. ანუ აგრარული განათლებაც იყო ერთ-ერთი ესეთი ანუ მიწის ყიდვას დაგროვების საშუალებად არ უყურებდეს, უნდა ამუშავებდეს და დიახ, ეს მისი სპეციალისტები. მას დიახ შეეძლო შეესყიდა ამ საკანონმდებლო წინადადებით 2 ჰექტარ ნახევარი მაქსიმუმ მიწა. ანუ ეს უნდა ყოფილიყო, ესე იგი კომლი, ანუ თქვათ პირი. თქვათ თუ 7 პირი არის, მაშინ ყველას თქვათ 2 ჰექტარ ნახევარი კი არა, კომლზე აწესებ 2.5 ჰექტარს. დიახ, 2.5 ჰექტარს. ესე იგი შეზღუდვა იყო უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ეყიდათ, თუ 51% იქ ქართული წილი იყო. ანუ 59% იყო უცხოური წილი, 51% ქართული, ამ შემთხვევაში შეეძლოთ ეყიდათ, მაგრამ ეს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულის მხოლოდ ანუ იურიდიულ პირებზეც და ფიზიკურ პირებზეც 10% შეიძლებოდა რომ გასხვისებული ყოფილიყო. თუმცა ჩვენთვის იმ პერიოდისთვის უცნობი იყო, უკვე რამდენი იყო გასხვისებული. იქნებ არის კიდეც 10% გასხვისებული. ანუ ეგ აღწერა როგორც წეღან გითხარით, ჩვენ არა გვაქვს. ანუ 3 წინაპირობა ქონდა. დიახ, ეს 3 ძირითადი პირობა, ხო? მე რაკნეს აიტაცეს ხელში? მაშინ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მართალია პრობლემას ხედავენ ისინი, რომ არსებობს სასოფლო-სამეურნეო სფეროში ეს მიწების პრობლემა, თუმცა ფიქრობენ, რომ რადგან არ აქვთ ეს რუქა, საკადასტრო აღწერილი არ არის, ამიტომ მათ მიმართეს მთავრობას და მთავრობას უთხრეს, რომ ისინი შემოსულიყვნენ ისევ აგრარულ კომიტეტში წინადადებით, რომ გამოცხადებულიყო მორატორიუმი. თუმცა ჩემთვის უცნობი არის თვითონ პარლამენტმა რატომ ესეთი კანონ პროექტი ან წინადადება არ გააკეთა და რატომ მიმართა, ვთქვათ, ანუ ეს სამართლებრივად ცოტა რაღაცა ისეთი საოცარია, მაგრამ კარგით, ანუ მიმართა ესე იგი მთავრობას, რომ ისინი შემოსულიყვნენ პარლამენტში წინადადებით, რომ გამოცხადებულიყო მორატორიუმი და ჩვენი საკანონმდებლო წინადადება რაც შევთავაზეთ, არ მიიღეს, ანუ უარყოფითად გადაწყდა. დიახ, თუმცა გითხრეს, რომ ჩვენ როცა ვიმუშავებთ ახალ კანონ პროექტზეო, აუცილებლად შეგეხმიანებით და ერთად ვიმუშაოთო, თუმცა ნამდვილად არავინ არ შემხმიანებინა, არც მე, არც ჩემს კოლეგებს და არა ვართ ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები. მე მომეჩვენა, რომ რაღაც მისაღები და ულტიმალურია ამ წინადადებაში და რა თქვეს მიზეზი, რატო არ ღებულობთ? დიახ, მიზეზი ეს იყო, რომ ჩვენთვის უცნობი არისო, რამდენი მიწა არის საერთოდ უცხოელზე გაყიდულიო. შესაბამისათო, უნდა აღვწეროთო და რა ვიცი, ამდენი ხანი. დიახ, მოვიცადოთო მორატორიუმი შენი წინადადება ჩამკვდარი არ არის, ესე იგი, ხო? დიახ, ასე ჩანს, თუმცა არავინ რეალურად არ გამოჩენილა და არ დაინტერესებულა, რომ რაღაცნაირად დიახ. მაგრამ ეხლა რა მინდა გითხრა, ეხლა პატარა ესეთი ეჭვი შემეპარა.
გასაგებია რომ მეცნიერი ხარ და შენი კოლეგები მეცნიერები არიან და მეცნიერულად აზროვნებენ და ცხადია რომ თქვენი წინადადება არის ეყრდნობა რაღაც უცხოერ ოპტიმალურ გამოცდილებას უცხოურს და არაერთი ასე თქვა წიგნი გაქვს საკითხული ამ საკითხი და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას თავაზობთ ესე იგი შესაბამის იმას რა ქვია კანონს მაგრამ აი რა იცი რომ მართალი ხარ რა იცი რომ ოპტიმალურად ბჯელობ და კამათი პრაქტიკულად კამათია წარმოშობილი შენს ჯგუფსა და საკანონმდებლო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შორის არბიტრი ვინ არის ვინ გვეტყვის რომ ვინ არის მართალი უარყოფა უფრო სწორი იყო თქვენი წინადადების თქვენი წინადადება რომ გასულიყო ამას ვინ გვეტყვის ვინ არის მართალიო ალბათ ამას ამორჩეველი ფიქრობს ყველაზე ჩვენ მართალი ამორჩევის მე ვარ აი მე რომ ამორჩეველი მე რა ვიცი არ გადამრიო მე შემიძლია რა ვიცი დაგისაფუთოთ ერთის მხრივ მეცნიერულად მეორეს მხრივ თქვა უცხო ქვეყნების დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება რა არის არა მხოლოდ თქვა ევროკავშირის ქვეყნების და ევროკავშირზე არის ეხა ორიენტაცია აღებული რომ ევროკავშირშიო ესე იგი მიწებსო ისე ყიდიანო და მიწების პრობლემა თურმე კი არა და ოღონდაც ვინმე მიყიდოს და ეს არის მითი ნამდვილად მოგონილი რომელიც ანუ აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ანუ ევროკავშირში მიწების რეგულაცია ისეთი მკაცრია რომ აი მართლაც რა ვიცი შემიძლია ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი მოგიყვეთ აი საფრანგეთში მაგალითად ვენახს საერთოდ არ ყიდიან იმიტომ რომ ეს ეროვნული სიამაყეა მათი აი დაუშვათ ავსტრიაში არის ძალიან მკაცრი რეგულირებები ავსტრიაში თუ უცხოელზე მიწას არ ყიდიან თუ იგი 10 წელი არ ცხოვრობს ავსტრიაში და თუ ამ მიწის გაყიდვა არ მოდის ავსტრიის სოციალურ კულტურულ და ეკონომიკურ ინტერესში. ანუ ირლანდიაშიც იგივე არის, გერმანიაში განათლება, მაგალითად მებაღე ვერ იყიდის ვენახს და პირიქით. ანუ იმდენად აგრარულ განათლებას აქცევენ ყურადღებას. ძალიან მკაცრი რეგულირებები არის აბა ჩვენ ვერიდებით იმის ხარ გვეშინა რომ ევროკავშირი გაგვებუტება და რაღაცას ისე არ იტყვის როგორც საჭიროა ჩვენ სასარგებლოდ ამის გამო რამის გვეშინია, რამის გვერიდება რაღაცას უფთხით თუ რაშია საქმე. რატომ არ შეიძლება ამ ქართული მიწის ისე გაფრთხილება, რომ არავის არ ვაწყენინოთ, ვისარგებლოთ, არაფერი არ დაგვეკარგოს და რაღაც აბსურდის წინაშე ბოლოს არ აღმოჩნდეთ, რომ მთლიანად ცხის ხელშია ჩვენი მიწა. რატომ არ შეიძლება რაღაც შვალედურის, ოქროს შვალედის აღება, რატო არ შეიძლება? მე ვფიქრობ, აუცილებელია ესეთ კანონმდებლობაზე მუშაობა და თვითონ ევროკავშირს რა მოთხოვნა აქვს, ამასაც გეტყვით, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას რადგან დიახ, გეტყვით, თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გვექნება გარდამავალი პერიოდი და როგორც მაგალითად ეს გააკეთა მთელმა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ვთქვათ, ანუ იგივე ჩეხეთმა, პოლონეთმა, აი პოლონეთმა 12 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადა 12 წლის განმავლობაში იგი უცხოელზე მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნის უცხოელებზე მიწას არ გაყიდის. იგივე ჩეხეთმა 7 წელი თითოეულმა ბალტიისპირეთის ქვეყანამ. ეს არის მიღებული პრაქტიკა და შემდეგ ამ 7 წლის მერე თუ 12 წლის შემდეგ ისინი უკვე გაყიდიან მიწას ოღონდაც ევროკავშირის უცხოელებზე და არა სხვა უცხოელებზე. ანუ ჩვენთან ალბათ არის ესეთი ვთქვათ არ ვიცი არგუმენტი რომ ალბათ კი არა და ამბობენ რომ აი ევროკავშირი გთხოვს რომ ყველა უცხოელზე მიწა გაიყიდოსო. თუ ევროკავშირი ამას ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მოგთხოვს, მხოლოდ ევროკავშირის უცხოელებზე, იმიტომ რომ შიდა ბაზარი ევროკავშირში იყოს თანაბარი ყველა, ვთქვათ, წევრი სახელმწიფოსთვის. თორე სხვა ქვეყნის უცხოელზე ჩვენ ამას ევროკავშირი ნამდვილად არ გთხოვს, როგორც მაგალითად ავსტრია უკვე წლების განმავლობაში არის ევროკავშირის წევრი და მას აქვს რეგულაციები ესეთი და ჩვენ ამას ნამდვილად არავინ, ნუ ეს არის მითი, რა თქმა უნდა. გამაგებია რა შეასაბამება. რატომ არ ხდება სწრაფად ის რაც სწორია და რაც ოპტიმალურია. რაში ერთი საქმე, ამას არ შეგეკითხებია, მაგით არ დაგძაბავ, მაგრამ ერთი წარმომადგენინე კარგად რა პროცესი როგორ მიდის, იმიტომ რომ მე კარგად არ ყოფილვარ და არ ვიცი. აი გაქვს რაღაც ხართ ბირთვი, ხართ მეცნიერების ჯგუფი, რომლებმაც ესე იგი შვით რაღაც ოპტიმალური წინადადება მიწის უცხოელზე გასხვისებასთან დაკავშირებით. იქ რა ხდება რომ მიდიხარ პარლამენტში შენ ქაღალდს აგზავნი თუ შენ თვითონ გამოდიხარ და როგორ დისერტაციას ისე იცავ ხმალამაღებული გეხარ კათედრაზე სამივენი ერთად ახართ და ამტკიცებთ ამას და აი თუ მართლა დაამტკიცებ შენ ჭეშმა ეს როგორ სასამართლო ისეა ხო მართლა თუ დაამტკიცე რომ შენი ნათქვამი მეცნიერულად გამართლებულია სამშობლოსთვის ასე იგი მისაღებია და ყველაზე სწორია მაშინ რა უშლის ხელს ამის მიღებას ვერ გავიგე ვინ გეწინააღმდეგება ამ დროს ესე იგი ვინც კარგად ვერ ფიქრობს თავის მიწაზე
და ასეთი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, პარლამენტში, მთავრობაში, ქუჩაში, კარტში, ყველგან შეიძლება ასეთი იყოს, მაგრამ შენ თუ ამტკიცებ, ეს იგი შენს მეცნიერულ ჭეშმარიტებას, წინააღმდეგობის გაწევა ასე მარტივად ხდება? დიახ, სამწუხაროდ შედეგობრივად ესე თქვი, რასაც ამბობთ, ანუ მე გეტყვით, ჩვენ როცა მივმართეთ საკანონმდებლო წინადადებით, ეს იყო დასაბუთებული, შემიძლია მოგაწოდოთ სადღაც 15-20 გვერდამდე, ესეთი კვლევა ნებისმიერი თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი იგივე და სხვადასხვა ქვეყანა ესეთი დასაბუთებული კვლევა, საინფორმაციო და მეცნიერული, რომელიც მივაწოდეთ ჩვენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო პარლამენტს. ნუ ამის შემდეგ იქ იყო აგრარულ კომიტეტში განხილვა და თუ აგრარული კომიტეტი ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას მოიწონებდა, ჩვენ მიწვეული ვიყავით იქ, მე და ბატონი პაატა გახდით კოღუაშვილი და ესე სიტყვით როგორც თქვენ ბრძანეთ, წარვდექით და ესე იგი მართალია თვითონ აგრარული კომიტეტის სხდომაზე ყველამ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მართლაც დგას. და პრობლემას ჭირდება მოგვარება, თუმცა შედეგს ახლა თქვენაც ხედავთ, პრობლემა ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ, კი არა და უფრო დიდი ხნის წინ კიდევ და ჩვენ მაინც ვდგევართ დღეს იგივე პრობლემის წინ. შესაბამისად, რა ვიცი, აბა ეს რას ფიქრობენ თუ ვთქვათ კანონმდებელი როგორ გადაწყვეტს ამას, მე ნამდვილად ამ საკითხზე ვერ გიპასუხებ, მე თვითონ არა ვარ ამ შემთხვევაში კანონმდებელი და ამიტომ კანონმდებელი კი არა ხარ, გასაგებია რომ არა ხარ, მაგრამ მე რას ვარკვევდი იცი შენთან ერთად ახლა რამდენად შესაძლებელია რომ საკანონმდებლო ორგანოს ან მთავრობას მეცნიერებამ დაუმტკიცოს თავისი ჭეშმარიტება და ის მართლა აისახოს ასე ვთქვათ საკანონმდებლო დოკუმენტში. აი ეს მაინტერესებდა. დემოკრატიულ ქვეყნებში ესეთი რა თქმა უნდა არის შესაძლებელი. ჩვენთანაც მართლა ვიცი რომ მოგებულად მელაპარაკე, მაგრამ მითხარ, როგორ გონია, რატომ არ არის ეს შესაბამისობა? მე უბრალოდ როგორც მეცნიერს, როგორც თქვენ მეუბნებით, გული მწყდება იმაზე, რომ კარგი იმ პერიოდში შეიძლება და გვითხრეს უარი, თუმცა რატომ არ შეიძლებოდა რომ ჩვენთან კიდევ განხილულიყო ეს საკითხები, თუნდაც ეხლა თუ მიმდინარეობს ამ კანონ პროექტზე მუშაობა, რატომ არ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი კვლევები, თქვათ ჩვენი აზრი, ჩვენი რესურსი ძალიან მარტივად, რატომ შეიძლება რომ არ აინტერესებდეთ ეს კითხვა მეც მაწუხებს, ანუ მეცნიერება რა თქმა უნდა აუცილებელი არის, ანუ მეცნიერული კვლევები თუ არ გამოიყენა ხელისუფლებამ და ზოგადად საკანონმდებლო ორგანომ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ შემოკარგო, რომ ყველაზე მეტად მე გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან დიდია განსხვავება ჩვენს მსყიდველობით უნარსა და უცხოელის მსყიდველობით უნარს შორის. ანუ ქართველი გლეხი არ არის კონკურენტუნარიანი. ისაც არ შეგვიძლია, მე მაგალითად არ შემიძლია მიწის ყიდვა, რომ წავიდე დიდი რაოდენობით მიწა ვიყიდო, დავამუშაო და სამშობლოს შეუნარჩუნო და თაობებს, ესე იგი, ქართველთა თაობებს, ასე ვთქვათ, მივცეთ საშუალება, რომ მიწა ქონდეს. მოგასწრებს უცხოელი ყიდვას და ის გააკეთებს. ერთადერთი რა დაგვრჩა ის, რომ ვინატოთ, რომ შეგვეძლოთ ჩვენ თვითონ მოვუარო ჩვენს მიწას. კარგი, აღარ მოგაცდენ ბევრს, ახლა მინდა უბრალოდ დაუბრუნდე ჩვენს ნასაუბრებს და თუ კი რამე გამომჩება მითხარი. აი დღეს პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა რა გვითხრა? მიწა ყოფილა შეუცვლელი, ამოწურვადი და გაუმრავლებელი რესურსი. ამოწურვადი, გაუმრავლებელი და შეუცვლელი. ანუ ყველაზე სერიოზული რესურსი, ყველაზე მაღლა დაფასებული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ჩვენ გვაქვს. მეორე, რა დავიმახსოვრე ამ საუბრიდან არის ის, რომ კანონი ჯერ კიდევ ძველია, უცხოელ ჯერ კიდევ შეუძლია ფრთები გაშალოს და იყიდოს იმდენი მიწა, რამდენსაც გაწდება მისი ჯიბე და ანამ არ გამორიცხა, რომ შეიძლება იყოს ისეთი უცხოელი, რომელიც შეიძლება მთლიანად იყიდოს საქართველოს, თუ კი არ დაენანება ფული. მესამე ის, რომ ახალი კანონი მზადდება თურმე, თუმცა ამ კანონს აგვიანდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ არის რაღაც ჭოჭმანი. რატომ არის ჭოჭმანი? იმიტომ რომ არ არის მკაფიო სტრატეგია, მკაფიო ხედვა იმისა, თუ ვის ხელში უნდა იყოს მიწა, როგორ უნდა მოხდეს უცხოელის ხელში ეს მიწა და რა რაოდენობით. როგორც კი ეს ჩამოყალიბდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონიც გაჩნდება და იმუშავებს თავის ადგილზე. Ну, ცხადია რომ მიწის შეძენა შეუძლია იმას, ვისაც ფული აქვს სამწუხაროდ
და მინდა გულის წყვეტი და გულის ტკივილი თქვა კიდევ ერთხელ ისაბავე რომ ჯერ არ მოსულა საქართველოში იზრო ჩვენ რომ ჩვენ თვითონ უპატრონოთ ყველაფერს. ამიტომაა რომ ამდენი ინვესტიცია გვჭირდება, ამიტომაა რომ ამდენ მიწას ვასხვისებთ. საკუთარი ქონების მოვლის უნარი რატომაც კი ჯერჯერობით არ აგვაქვს. და რაც თავარია აი ეს განსხვავება რომელიც არის მსხვერპლობით უნარში ჩვენსა და უცხოელს შორის ეს ასე მარტივად არ წაიშლება. მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, ანა და არ ვიცი მართალი ვიქნები თუ არის, მაინც მოვეპოტინებოდი მიწას რაღაცნაირად, იცი? მიწას უფრო ვიყიდიდი, ვიდრე სხვა ქონებას და იმას შევინახავდი, იმას მოვუვლიდ და იმას დავამუშავებდი. მიწას ერთ სიტყვით დიდი რუდუნებით მოულ და პატრონობა ჭირდება და კარგია რომ ასე მარტივად, ასე დიდ მიწაზე უცხოელს ჩვენში ჩვენს მიწაზე ხელი არ მიუწვდებოდეს. რა ვიცი რაღაც კონსერვატულ და ჩამორჩენილს ხო არ ვარ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ შენ როგორც მეცნიერი მე მხარს მიჭერ ამ აზრში. დიახ, რა თქმა უნდა დაგეთანხმოთ აუცილებლად, იმიტომ რომ მთელი თანამედროვე სამართალი და თანამედროვე მოწყობა, სოციალური მოწყობა არის იქეთ მიმართული, რომ მიწა ეს არის როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ეს თვისებები ახასიათებს მას, ამიტომაც აუცილებელია მისი უფრო მზრუნველობით მოვექცეთ მას საქართველოში. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ამ კომენტარისათვის, მეცნიერული საუბრისათვის. ჩვენი სტუმარი იყო პროფესორი ანა ფიცხალაშვილი. გადავუხედოთ მადლობა მას, თქვენ რა თქმა უნდა მადლობა, იმიტომ რომ გაგვიძელით ეს 9 საათი და შევხვდებით ძალიან მალე, ეს იქნება პარასკევს საღამოს 11:09-ზე. კარგად იყავით.